რა ვუშველოთ თვითშეფასებას? ძალიან ხშირად მესმის ეს ტერმინი თვითშეფასება და ამასწინად თქვი ერთ-ერთ ვიდეოში, ჩანაწერში თვითრწმენა მეთქი და ვიღაცამ დამიწერა რომ ეგო თვითრწმენა კი არა თვითშეფასებაო. თვითრწმენა არის დიდი რამ. თვითრწმენის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თვითშეფასება. თვითრწმენა ეს არის ადამიანი ენდობოდეს საკუთარ თავს, ადამიანს სჯეროდეს საკუთარი თავის, ადამიანი აღიარებდეს საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, და ბოლოს ვიტყოდი, ადამიანი აფასებდეს საკუთარ თავს. სხვა შორის ეს ფსიქოლოგიური ტერმინები ყველა გერმანულიდან მოდის, ხო? იმიტომ რომ გერმანიიდან იწყება ფსიქოლოგია, ფილოსოფია, აქ არის ყველაზე დიდი სკოლა ამის. და სამწუხაროდ არ მოხდა ამის ადეკვატურად გადმოთარგმნა. მაღალი ალბათობით უნდა იყოს თვითღირებულების განცდა, მაგრამ ეს არ დამკვიდრდა ეს ტერმინი და დამკვიდრდა თვითშეფასება. ახლა საიდან ყალიბდება დაბალი თუ ეგრეთ წოდებული, მოდი ვთქვათ, როგორც ყველა მიცის, თვითშეფასება. მე ვიტყვი მოდი თვითრწმენას და იცოდეთ, თვითრწმენაში უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენი აღზრდა. განსაკუთრებით თვითრწმენა ადამიანში ყალიბდება 0-დან 6 წლამდე. ანუ მაინც და მე განცდა, მე საწყალი, მე ჭკვიანი, მე სულელი, მე დედიგოს და მამიგოს ანგელოზი თუ მე დედიგოს და მამიგოს მავნე გოგო თუ ბიჭი, ხო? თვითრწმენა მაინც და მე ყალიბდება 0-დან 6 წლამდე. ასე ვთქვათ, საფუძველი ეყრება მაშინ. განსაკუთრებით თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ბავშვები ან და მომავალი თაობავისთანაც ვართ, რომ მათში ავაშენოთ თვითრწმენა მაღალი, მათ შორის თვითშეფასება, გავრცელებული ტერმინი, არის ის, რომ არავის არ შევადაროთ ის, შევადაროთ მხოლოდ საკუთარ თავს. ანუ მაგალითად, ის კი არა, რომ აი ნანა ესე კარგად სწავლობს, ირაკლი ესეთი მაგარია, იმას ეს გამოსდის და შედარა. არა, არამედ საკუთარ თავს შევადაროთ. აი გუშინ უფრო კარგად დაწერე ეს. დღეს უფრო კარგად აკეთებ, ვიდრე გუშინ გააკეთე. ხო, აი მაგალითად მათემატიკა უფრო კარგად გამოვიდა. იცი, დღეს უფრო კარგად კითხულობ, ვიდრე გუშინ და შევადაროთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ არათუ ბავშვს, არამედ დიდსაც არ სიამოვნებს ხოლმე, როდესაც სხვას ადარებენ და რა დაგეხმარება თვითშეფასების, უბრალოდ თვითრწმენის გამყარებაში, აშენებაში განათლება. განათლება ეს არის ჩემი აზრით ერთადერთი მთავარი, ერთადერთი შეიძლება არა, მაგრამ ერთ-ერთი დიდი მთავარი ინდიკატორი იმის, რომ ადამიანმა იქცნოს საკუთარი თავის რწმენა, თვითრწმენა, რადგან განათლებაა ერთადერთი, რომელიც შენ დაგიდასტურებს იმას, საკუთარი თავი დაგიდასტურებს იმას, თუ რამდენად ძლიერი ხარ, რამდენად მიღებული ხარ სხვა ადამიანებში, რამდენად პატივისცემის ღირსი ხარ და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან გთხოვ, თუ შენ გაქვს თვითღირებულების პრობლემები, ყურადღება მიაქცია განათლებას, განსაკუთრებით იმ სფეროს, რომელიც ჩვენთვის საინტერესო და მომხიბვლელია და ამით აგიმაღლდება თავისთავად თვითრწმენა.